მეგობრებო, მოგესალმებით, როგორ ხართ? საჯარო გაშლა მინდა შემოგთავაზოთ ძალიან საინტერესო თემით და თემა მდგომარეობს შემდეგში. რა მნიშვნელოვან გაკვეთილს გავდივარ ახლა? ხო? რა არის ახლა თქვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გაკვეთილი, რაზეც განსაკუთრებით უნდა იყოთ მობილიზებული, უნდა იყოთ ყურადღებით, იმიტომ რომ გაკვეთილები არსებობს რთული, ძალიან რთული, მარტივი და შესაბამისად ეს საჯარო გაშლა მოგცემთ იმის საშუალებას, რომ არა გაბრაზდეთ ცხოვრებისეულ გაკვეთილებს, არამედ შეხედოთ გარკვეული ფილოსოფიური ხედვით, ხო? ფილოსოფიური ხედვა ნიშნავს იმას, რომ დააკვირდეთ მიზეზ-შედეგობრივობის მდგომარეობას, რატომ და რისთვის გადიხართ ახლა ამ გაკვეთილს, რატომ მაინც და მაინც ამ გაკვეთილს და რატომ მაინც და მაინც ახლა, ხო? ამიტომ ვფიქრობ, ძალიან საინტერესო საჯარო გაშლა იქნება, პლუს ამის აუცილებლად დავიხმარ ორაკულსაც, იმისთვის, რომ ბევრად უფრო ვრცელი და ესეთი ინფორმაცია მოგცეთ, საინტერესო თქვენთვის, გულისხმობ ინფორმაციულობის ნაწილში და ვარიანტი გვექნება. ვარიანტი გვექნება 3, ეს ცოტა გავანათოთ, რო კარგად დავინახოთ არკანები. ვარიანტი პირველი, თქვენი ცხოვრებისეული გაკვეთილი ახლა. ვარიანტი მეორე, თქვენი ცხოვრებისეული გაკვეთილი ახლა და ვარიანტი მესამე, თქვენი ცხოვრებისეული გაკვეთილი ახლა. 3 ვარიანტი არის თქვენს წინაშე და პირველი ვარიანტი რას ემსახურება თქვენი ეს გაკვეთილი? მეორე ვარიანტი რას ემსახურება თქვენი ეს გაკვეთილი და მესამე ვარიანტი რას ემსახურება თქვენი ეს გაკვეთილი? ხო, ანუ რა პროცესებს გადიხართ ახლა თქვენ და რას ემსახურება ეს გაკვეთილი, ხო? თქვენი ცნობიერის და თქვენი ცხოვრებისეული რომელი პროცესების გავლაში გეხმარებათ ეს კონკრეტული გაკვეთილები. მას შესაბამისად, ვარიანტი პირველი გვექნება აი ასეთი, ესეთი ქვები იქნება აბსოლუტურად ერთნაირი, ოღონდ სხვადასხვა ფორმის. ვარიანტი 2 ესეთი იქნება, თუ დააკვირდებით სახეებს გავს, ნახეთ? ესეთ სახეს გავს, ესეთ სახეს გავს და ვარიანტი 3. ეს გავს სახეს? ასე იყოს. ესეც ვარიანტი 3. ძაღლს გავს ეს. ესეც ვარიანტი 3. მას შესაბამისად, პირველი, მეორე, მესამე, ახლა დახუჭეთ თვალები და თქვით, რა ცხოვრებისეულ გაკვეთილს გავდივარ ახლა და რატომ? როდესაც თვალებს გაახელთ, თქვენი ვარიანტი აუცილებლად დაგიძახებთ, აუცილებლად მიიკრავს, მიიწებებს თქვენს მზერას და ამით მიხვდებით, რომ ეს არის ზუსტად ის ვარიანტი, რომელიც უნდა მოისმინოთ, რომელიც თქვენ ახლა გჭირდებათ. და ვარიანტი პირველი დავიწყებთ თქვენით. რა ცხოვრებისეულ გაკვეთილს გადიხართ ახლა? არკანი შეყვარებულები, ხო? არკანი შეყვარებულები და ორაკული nothingness, ანუ არაფერი, ანუ სიცარიელე. რატომ გადიხართ ამ გაკვეთილს? ალბათ იმიტომ, რომ პირველ რიგში არკანი შეყვარებულები ეს არის არჩევანის არკანიც, რა თქმა უნდა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მისი მნიშვნელობა რაც არის ძირითადი, ეს არის პარტნიორული ურთიერთობა, ეს არის სიყვარული, ეს არის ყველაფერი ამ სფეროს ირგვლივ, პარტნიორული ურთიერთობების ირგვლივ და ნახეთ, შესაძლებელია ახლა ამ კონკრეტულ სფეროში განიცდიდეთ გარკვეულ სირთულეებს, განიცდიდეთ გარკვეულ, მოდი ასე ვთქვათ, პრობლემებს. პრობლემები შეიძლება ახლა იყოს ნებისმიერი სახის, ჩვენ ახლა ამას არ უყურებთ, უბრალოდ თქვენი გაკვეთილის მთავარ როლში, რომელი გაკვეთილია, ჩვენ ახლა ამას განვიხილავთ, ხო? და ეს არის პარტნიორული ურთიერთობები.
ადამიანები, რომლებიც თქვენს გვერდით არიან, ეს შესაძლებელია იყოს თანამშრომლური ურთიერთობა სხვათა შორის, ხო, კომპანიონი, ადამიანი, ვისთან ერთადაც ვთქვათ, რაიმე საქმეს აწარმოებთ, მაგრამ მთლიანობაში ეს უფრო მეტად მაინც განიხილება როგორც პარტნიორული ურთიერთობები. და რა უნდა ისწავლოთ ამ პარტნიორულ ურთიერთობებში? არკანი nothingness. ანუ უპირველეს ყოვლისა, ვფიქრობ, რომ გარკვეული სიცხადე შესაძლებელია გაკლდეთ პარტნიორულ ურთიერთობებში. გულისხმობ შესაძლებელია სიტუაციის ბოლომდე სიცხადე არ იყოს თქვენს ამ სფეროში. გულისხმობ სიცხადეში რას, ჩემოძვირფასებო? ბოლოს როდის დარჩით საკუთარ თავთან მარტო, როდის დააკვირდით საკუთარ ემოციებს კონკრეტულად ამ სფეროში, როდის დასვით კითხვები, რამდენად ბედნიერი ხართ ან რამდენად არ ხართ ბედნიერი და ზოგადად რამდენად თვითკმარი ადამიანი ხართ და რამდენად თქვენი ბედნიერება რამდენად არის დამოკიდებული სხვა ადამიანზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თუ თქვენი ბედნიერება, თუ თქვენი თვითკმარობა, თუ თქვენი სიხარული, თუ თქვათ თქვენი მაგრამ მე პირადად ისეთ შეგრძნება მაქვს, რომ აქ სიხარულზე, ბედნიერებაზე და თვითკმარობაზე ნაკლებია აქ საუბარი, უფრო მე მაინც მგონია, რომ უმეტესწილად აქ მაინც ტოქსიკურ ურთიერთობების ნაწილში განვიხილავ ამ ორაკულს, იმიტომ რომ თქვენ ორაკული გეუბნებათ, დარჩი მარტო საკუთარ თავთან, დარჩით სიცარიელის წინაშე, აი ძალიან დაგეხმარებათ ეს პრაქტიკა. სადმე მარტო წადით, განმარტოვდით, განცალკევდით და ჩამოწერეთ, აი ნახეთ, დააფიქსირეთ და ჩამოწერეთ თქვენთვის, რატომ ხართ ამ კონკრეტულ ადამიანთან, ვისთანაც ხართ, ან რატომ გინდათ იყოთ ამ ადამიანთან, რა აქვს ამ ადამიანს პლუსი, ოღონდ იყავით ძალიან ობიექტური, ხო? ანუ წარმოიდგინეთ ის, რასაც თქვენ დაწერთ, ხო? ეხლა ამას არავინ არ წაიკითხავს, ხო, ლოგიკური, ანუ თქვენ ეს არის თქვენი გულწრფელი დიალოგი საკუთარ თავთან. ასევე ცარიელის კამის პრაქტიკა შეგიძლიათ გამოიყენოთ, ამას სხვა შორის ფსიქოლოგიურ თქვათ განხრაში ხშირად მიმართავენ, როდესაც წინ დაიდგამთ ცარიელს კამს და ესაუბრებით საკუთარ თავს. და ესეც ძალიან დაგეხმარებათ, ხო? მაგრამ მთლიანობაში ეს უნდა გააკეთოთ მარტო, ეს უნდა გააკეთოთ აბსოლუტურ სიცარიელეში, სიჩუმეში, ეს უნდა გააკეთოთ მაშინ, როდესაც გამოცლილი ხართ, ანუ ნახეთ, ორი ადამიანი არის ერთად და აქ 26 ორაკულში nothingness, ანუ არავინ არ არის თქვენს გვერდით, ხო? ხართ მარტო, ხართ ცარიელი ყველას და ყველაფრის გარეშე, ყველანაირი დეკორაციის, ყველანაირი ესე ვთქვათ, როლის, ყველანაირი ზედმეტი რაღაცების გარეშე და გაქვთ დიალოგი საკუთარ თავთან. წერილობით, თუ ვთქვათ, ცარიელის კამის მეთოდით, ხო, ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტი და თქვენი არჩევანია, თქვენ როგორ ხედავთ ამ ყველაფერს და რომელი უფრო მეტად დაგეხმარებათ, ხო, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ერთიც და მეორეც გამოიყენოთ თქვენ სასარგებლოდ. ორივე პრაქტიკა თქვენ დაგეხმარებათ იმაში, რომ დარჩეთ საკუთარ თავთან მარტო, დაინახოთ თქვენი როლი, ვთქვათ, ამ თუ იმ ურთიერთობაში, რომელიც თქვენ ახლა გაწუხებთ და გადააფასოთ, რადგან ეს გაკვეთილად ამოვიდა, ესე იგი გადააფასოთ, რამდენად სწორია თქვენი არჩევანი, რამდენად არასწორია თქვენი არჩევანი, რამდენად თვალებ ახვეული ან თვალებ ღია ხართ ამ ურთიერთობებში და მოусმინოთ საკუთარ სურვილებს და მოусმინოთ საკუთარ გულს და მოусმინოთ საკუთარ მეს. იმიტომ რომ აქ ეს ძალიან გჭირდებათ, ხო, თითქოს არჩებით საკუთარ თავთან მარტო, არ უსმენთ საკუთარ თავს და არ უკვირდებით შესაძლოა ამ სიტუაციის უშუალოდ ან ტოქსიკურობას ან სიმძიმეს, სირთულეს, ხომ? არ უკვირდებით ამ ურთიერთობის და ამ სიტუაციის ყველაზე ცუდ და ტკივილიან მხარეს, იმიტომ რომ არ გინდათ რომ დააკვირდეთ, მაგრამ თქვენ გეუბნებიან, რომ ეს გაკვეთილი იქამდე იქნება თქვენს რეალობაში და იტრიალებს წრეზე, სანამ არ დარჩებით საკუთარ თავთან მარტო და არ იქნებით გულწრფელი ამ ყველაფერში და სწორ არჩევანს არ გააკეთებთ და სწორად არ გადააფასებთ საკუთარ პრიორიტეტებს. ეს არის ჩემი ძვირფასები პირველი ვარიანტი. გადავედით მეორე ვარიანტზე, ლაიქი, კომენტარი
ჩავიცის ხომეცით ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან საინტერესო და უკავშირიც ბალანსისთვის ყოველთვის საჭიროა, იმიტომ რომ თქვენ იღებთ ინფორმაციას, არ დაგვაუწყდეს სიმბიოზის არსებობის შესახებ, თქვენ იღებთ ჩემგან ინფორმაციას, თქვენგან კი ვიღებ კონკრეტულ რეაქციას, რომელიც რა თქმა უნდა ეხმარება გვერდს უფრო მეტად აქტიურ მუშაობაში. ამ შემთხვევაში გულისხმობ YouTube არხს. მეორე ვარიანტი. თქვენი გაკვეთილი რა არის ახლა? ნახეთ შემოძვირფასებო რა არის თქვენი გაკვეთილი ახლა. ნახეთ მეგობრებო, არკანი და ორაკული როგორ გავს ერთმანეთს. ზურგით ხართ ორევე არკანზეც და ორაკულზეც. ახლა შესაძლოა თავს ძალიან მარტოდ გრძნობდეთ. აი ამ გაკვეთილს გადიხართ ახლა. როდესაც ის რაც ერთ დროს გავსებდათ ემოციურ ბედნიერებას გვრიდათ, ის რაც თქვენთვის მნიშვნელოვანი იყო, თითქოს გაუფერულებულია, თითქოს დაცარიელებულია, თითქოს აღარ არის შიგნით აღარაფერი ის, რაც თქვენ გაბედნიერებთ და თან ხვდებით, რომ უნდა იმოძრაოთ წინ, ხო, მაგრამ თან distant, ანუ თან არ იცით, სად უნდა იმოძრაოთ, ანუ ახლა იცით როგორი გაკვეთილი გაქვთ, ფაქტიურად ეს არის გადალაგების, აღმოჩენების გაკვეთილი, როდესაც თქვენ იწყებთ საკუთარ, მე ასე ვიტყოდი, ჩრდილებში მოძრაობას. რას ნიშნავს ჩრდილები? შეიძლება იყოს შიშები, შეიძლება იყოს ფობიები, ეს შესაძლებელია იყოს სირთულეები, რაშიც სირთულეებს განიცდით, ხო? ანუ ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტეთ, რომ შეხედოთ და გაუსწოროთ ამ ყველაფერს თვალი. შეისწავლოთ, რატომ ხდება ასე, შეისწავლოთ, რატომ გემართებათ თქვათ ასე, ხომ? რა იყო ამისი მიზეზი, რა არის ამისი მიზეზი, ხომ? ამიტომ რა გაკვეთილს გადიხართ ახლა და ეს არის აბსოლუტური მარტოობის გაკვეთილი, ეს არის ძალიან პირადი აღმოჩენების, პირადი დასკვნების, პირადი ძიების ვარიანტი, როდესაც ადამიანი იკვლევს საკუთარ იმ მხარებს, ადამიანი იკვლევს საკუთარ იმ საწყისებს, რომელსაც შესაძლოა აქამდე არ იცნობდა, ან იცნობდა და დიდი ხნის დავიწყებული აქვს და უნდა რომ კიდევ ერთხელ გადაავლოს თვალი, ვთქვათ, კიდევ ერთხელ დააფიქსიროს რამე ხომ არ გამორჩა საკუთარ თავში, ხო? ანუ ნახეთ, სულ ძიების პროცესში იქნებით უახლოესი პერიოდი და შესაძლოა ეს პერიოდი კარგახანი გაგიგრძელდეთ და მე სხვათა შორის ვერ ვიტყვი, რომ ეს იქნება მარტივი გზა. ეს არ იქნება მარტივი გზა, იმიტომ რომ ეს არის გზა, რომელიც საკმაოდ ტკინვეული ცრემლებიანი გასავლელი იქნება, მაგრამ ტკინვეული იმიტომ, რომ გექნებათ ისეთ შეგრძნება, რომ არავინ და არაფერი არ არის თქვენს ირგვლივ. მარტო ხართ სადღაც უღრან ტყეში, სადაც ძალიან ბევრი შიშიც მოყვებათ, იმიტომ რომ უღრან ტყეში ღამით ყოველთვის რთულია და ძალიან საშიშია გადაადგილება. თუნდაც ერთი ლამპარი გეჭიროთ, ხო, მარიცი საიდან რა გამოხდება, რა შეგაშინებს, ხო, აი ზუსტად ეს გაურკვევლობის სადღაც ენერგია მოდის. მე მინდა კიდევ ერთი არკანით ვიკითხო. სად მიყავხართ ამ გზას? მეორე ვარიანტი. იმიტომ რომ აი გაკვეთილი გასაგებია, რომ ახლა ესე ძიების პროცესში ხართ და თქვენი გაკვეთილი ის არის, რომ უფრო მეტად შეისწავლოთ საკუთარი თავი, საკუთარი ჩრდილები, ის მხარეები, რომლებიც არ გინდათ რომ დაინახოთ თქვენს თავში, მაგრამ სად მიყავხართ ამ გზას? სად მიყავს მეორე ვარიანტს ეს გზა? არკანი მაგი. საკუთარი თავის დაუფლებისკენ. ეს არის სხვათა შორის თუ პრაქტიკოსები, კოლეგები მიყურებთ, ეს არის ბნელ არქეტიპებთან მუშაობა, ეს არის სიღრმისეულ შიშებთან, ასე ვთქვათ, შერკინება, საკუთარი დრაკონების შესწავლა, ხვდებით ალბათ, რასაც გულისხმობ, ცრუ ეგოსგან განთავისუფლება.
შიშების დამსხრევა, ყველაფერი ერისთვის, იმიტომ რომ გახდეთ თქვენი რეალობის ბატონ-პატრონი. არკანი მაგი, გამოვლინება, 4 სტიქის უსასრულო ასე ვთქვათ, მართვის ცოდნა, საკუთარი თავის ექსპანსია, რეალიზება, ყოველგვარი შიშების და ვთქვათ, ყოველგვარი მოდი ასე ვთქვათ, შიშებისა და საკუთარი თავი, როდესაც თავიდან ბოლომდე შეისწავლეთ, შეიცანით ყველანაირად და არც აღარაფერი აღარ გაკვირვებთ, არც აღარაფერი გაშინებთ, არც არაფერი არ ესე იგი რაც ადრე იწვევდა თქვენში მძიმე და ისეთ ემოციებს ეს უკვე თქვენში აღარ იქნება, იმიტომ რომ თქვენ ამ ყველაფერში გაერკვევით და აი აქამდე მიდიხართ, თქვენი თავის აღმოჩენამდე მიდიხართ, თქვენი თავის და თქვენი პოტენციალის გამოღვიძებამდე მიდიხართ ჩემო ძვირფასო მეორე ვარიანტო. ამიტომ ძალიან მაგონებს თქვენი გზა ახლა მაგის გზას, ხო, ჯადოქრის გზას შეიძლება ასე ითქვას, რომელიც ახლა ჩავიდა თავის ჩრდილებთან შესახვედრად, ჩავიდა საკუთარი თავის უფრო მეტად უკეთესად შესასწავლად, ჩავიდა უფრო მიწისქვეშა სამყაროებში იმისთვის რომ აღმოაჩინოს საკუთარი თავი სხვა იმ ხრივ და იმ კუთხით, რომელსაც ან არ იცნობთ ჯერ, ან მალე გაიცნობთ და ეს გაცნობა იქნება ნამდვილად თქვენთვის ძალიან ერთის მხრივ საშიში, მეორეს მხრივ ემოციური ძალიან, მესამეს მხრივ ეს იქნება გამოღვიძება, როდესაც მიხვდებით, რომ გარკვეული შიშები, რომლებიც გმართავდათ, იყო აბსოლუტური ილუზია და შესაბამისად გადადიხართ მაგის არკანში, ასე რომ აი ამ გაკვეთილებს გადიხართ. შეგიძლიათ ეს ყველაფერი ყოფიერ დონეზეც გადმოთარგმნოთ და ანუ ახლა თქვენ ერთგვარ მარტოობის გზას გადიხართ იმისთვის, რომ დაუბრუნდეთ საკუთარ თავს. გავიგეთ ხომ მესამე ვარიანტი, ვინც ერთში ეს კონკრეტული ხო? თქვენ რა გაკვეთილს გადიხართ ახლა? ნახეთ ჩემო ძვირფასებო, თქვენ რა გაკვეთილს გადიხართ ახლა? ხუთიანების კვერთხები, ცოტა 42 ორაკული surrender. ძალიან ბევრ ფუჭ სხეულის მოძრაობებს აკეთებთ. უმტკიცებთ იმად საკუთარ თავს, საკუთარ ძალას, საკუთარ მნიშვნელობას, ვისაც არ უნდა უმტკიცებდეთ. აი ეს არის თქვენი გაკვეთილი. Surrender, როგორც თავის დანებება, როგორც დანებება ზოგადად, ხო? დანებება არა იმიტომ, რომ თქვენ ვინმესთან ომი წააგეთ, თუმცა წაგებაც უნდა იცოდეს ადამიანმა და მოგების ორივეს გემო უნდა იცოდეს, იმიტომ რომ მერე წაგებას ვეღარ შეეპუება და ძალიან დაანგრევს, ხო? წაგება საჭიროა იმისთვის, რომ მერე უფრო მეტად ძლიერები, მეტად უფრო გამართულები და მეტად უფრო ესე იგი შეკრულები დაბრუნდეთ ახალ რეალობაში, იმ რეალობაში, სადაც თვლით, რომ ომი წააგეთ. მაგრამ ნახეთ ჩემო ძვირფასებო, თქვენ გეუბნებიან, რომ ის, რასაც თქვენ აკეთებთ, ვიღაცას რაღაცას უმტკიცებთ, ვიღაცას რაღაცაში ეჯიბრებით, ვიღაცას რაღაცას აჩვენებთ, როგორი მაგარი ხართ, როგორი საოცარი ხართ, რა ვიცი, აი მაგალითად ვისაც ვინც დაშორდა თავის პარტნიორს და ეხა ეს როგორც მაგალითად, ხო, აჩვენებს აი ნახე როგორი მაგარი ვარ, ნახე როგორ შევძელი უშენოდ ყოფნა, ხო? ან რეალურად არ შეძელით, იმიტომ რომ რასაც აკეთებთ ისევ იმის გამო. შესაბამისად, იტყუებთ თავს, იტყუებთ სამყაროს და რა ვიცი. იტყუებთ საკუთარ თავს, სიტყვაზე. ეს შესაძლებელია ნიშნავდეს თქვათ კოლეგებთან ურთიერთობას, ადამიანებთან ურთიერთობაში, ხო, როდესაც ცხოვრობთ სხვებისთვის და არა ცხოვრობთ საკუთარი თავისთვის. იმიტომ რომ თვითკმარ ადამიანს არ აინტერესებს ეს ყველაფერი, ის თვითკმარია, ის საკუთარ თავში არის დარწმუნებული, საკუთარ მესთან ძალიან კარგად გრძნობს, ინტეგრირებულია და არ სჭირდება უკაცრავად ჩემი ფრანგულისთვის ვინმესთან კუტუების დატოლება, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში თქვენ აქ შესაძლებელია თქვენს ენერგიას, ხო, ზღვის წისქვილზე ასხამდეთ, ანუ წყალს ამ შემთხვევაში, ხო?
თქვენ გეუბნებიან რომ გაკვეთილი ახლა რასაც გადიხართ ხო ეს ექშენი რაშიც თქვენ ხართ ხო რაღაც ძაფრ სიუჟეტიან ბოევიკს რასაც ახლა თქვენ იღებთ ხო თქვენ ცხოვრებაში თქვენ გეუბნებიან რომ დანებდი არა იმიტომ რომ წააგე დანებდი იმიტომ რომ ენერგიას ხარჯავთ ყოველუბრალოდ და ეს შენი ხმლის ქნევა თუ ჯოხის ქნევა თუ ხელების ქნევა თუ ფეხების ქნევა არ აქვს მნიშვნელობა ხო შენი ეს მოძრაობები უბრალოდ ენერგიას გართმევს არაფერს არ გაძლევს გარდა იმისა რომ ერთი და იგივე წრეზე ტრიალებ არაფერს არ გაძლევს გარდა იმისა რომ სხვის წისქვილზე ასხამ წყალს და არაფერს არ გაძლევს გარდა იმისა რომ არ ხარ გულწრფელი საკუთარ თავთან ვიღაცას რაღაცას შესაძლოა უმტკიცებ მაგრამ ამ დროს ცხოვრობ სხვისთვის სხვას ეჯიბრები სხვას ატოლებ ერთ ადგილს ხო ცდილობ სხვას დაანახო ანუ არ აკეთებ ამას შენი თავისთვის გააკეთე ეს მხოლოდ შენი თავისთვის აი ეს არის თქვენი გაკვეთილი დანებება ხო იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ეს ამ ყველაფერს მიყავხართ გალიამდე მიყავხართ იქამდე რომ დაკარგავთ საკუთარ თავს, დაკარგავთ თავისუფლებას, დაკარგავთ დროს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჯანმრთელობას. ვიღაცის თამაშის დაფაზე, ჭადრაკის დაფაზე უბრალოდ პაიკი იქნებით, რომელიც ხან იქით გადაგორდება, ხან აქეთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ეს დაფა არ იქნება თქვენი, მიხვდით ხო? ვიღაცის თამაში ითამაშებ მუდამ და გეგონება რომ რაღაცა შენ თამაში ხარ, ამ დროს აბსოლუტურად სხვის თამაში ხარ. და ამტკიცებ და აი როგორი მაგარი ვარ და შემომხედე და აი და უი და ამ დროს არ ახარ მაგარი. აი ეს არის გაკვეთილი თქვენ. ამ დროს არ ახარ მაგარი. მაგრები ესე არ იქცევიან, ხო? მაგრები საკუთარ თავს უბრუნდებიან ყველანაირ რთულ სიტუაციაში და პირიქით საკუთარი თავის აღმოჩენას იწყებენ და არა სხვებისთვის იღებენ კონკრეტულ სურათებს თუ პოზებს თუ ჭამენ სხვების დასანახავად თუ სვამენ თუ მოძრაობენ თუ რა ვიცი ისვენებენ არ აქვს მნიშვნელობა თქვენი თავისთვის იცხოვრეთ და დანებდით აი ამ ცრუ სცენარებს რაშიც ხართ აი ეს არის ჩემო ძვირფასო ის გაკვეთილი რაც ახლა თქვენ ყველაზე მეტად ინტენსიურად უნდა გაიაროთ და დააკვირდეთ პროცესებს. აი ეს არის ჩემო ძვირფასებო სამივე ვარიანტი, მე კი დაგემშვიდობები ძალიან დიდი სიყვარულით და რა თქმა უნდა ველოდებით თქვენს კომენტარებს, მაინტერესებს რამდენად რეზონირდა და რა აზრი გამოიტანეთ ამ საჯარო გაშლიდან. წარმატებები.